იოანე ოქროპირი მოღვაწეობდა 347-407 წლებში დაახლოებით. იგი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა და წმინდანი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ქადაგებების ძალმოსილებითა და სიბრძნით. სწორედ ამიტომ ეწოდა ზედმეტსახელი ოქროპირი. იგი საოცრად ქადაგებდა. დაიბადა ანტიოქიაში დაახლოებით 347 წელს. განათლება მიიღო ფილოსოფიასა და რიტორიკაში, თუმცა მოგვიანებით სამონაზვნო ასკეზას მიემხრო. განსაკუთრებით ცნობილი იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის ტაძრებში წარმორთქმული ქადაგებებით. 398 წელს იგი აირჩიეს კონსტანტინოპოლის პატრიარქად. მისი სიმართლისმეტყველება არ მოეწონა დედოფალ ევდოქსიას და სასულიერო წრეებსაც აგრეთვე. რამდენჯერმე იგი გადაასახლეს, საბოლოოდ 407 წელს ლამპსაკთან გარდაიცვალა. შემორჩენილია მისი მრავალი ქადაგება, წერილი და ლიტურგიული ტექსტი. მისი სახელი უკავშირდება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტრადიციაში გავრცელებულ იოანე ოქროპირის ლიტურგიას. იგი ითვლება სამი უდიდესი ეკლესიის მამათა შორის, ბასილ დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად.